თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატების წარდგენის ვადა 4 სექტემბერს იწურება. თბილისისთვის ამ ეტაპზე მოქმედი და ოპოზიციის ორი კანდიდატი იბრძვიან. იაგო ხვიჩია გირჩის სახელით და ხაზარაძე გახარიას რჩეული ირაკლი კუპრაძე. ვინ როგორ იცნობს დედაქალაქს და მის საჭიროებებს? ნინო არგლიანი გვერდება. გახაკალაძე, ირაკლი კუპრაძე, იაგო ხვიჩია. სამი კანდიდატი თბილისის მერობისთვის ოფიციალურად უკვე დასახელებულია, როგორც ირკვევა. მათგან ერთი თბილისს კარგად არიცნობს, მეორე საარჩევნო კამპანიის პარალელურად მედიას ემალება, მესამე კი ქართული ოცნებისთვის უპირობო და უალტერნატივო ლიდერი კონკრეტული საქმეების, მის მიერ გაკეთებული საქმეების გამო არის. სანამ კანდიდატებს რეპორტაჟში მოისმენთ, გეტყვით, რომ ზუსტად 8 დღეში იწურება ვადა იმისთვის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა თბილისის მერობის მსურველები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარადგინონ. დედაქალაქის მოქმედ მერთან კონკურენციის გამბედაობა პარტია გირჩიდან იაგო ხვიჩიას აღმოაჩნდა. ის ერთადერთი კანდიდატი იქნება, ვინც ამ მრჩეველთან თავად არ მივა. განსხვავებული საარჩევნო კამპანიით და თბილისის არც თუ კარგი ცოდნით ხვიჩია მერობის კანდიდატად პრაიმერისის გზით შეირჩა. ჩვენ პირდებით იმას, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თბილისი იყოს ამიერკავკასიის ეკონომიკური ცენტრი. ტრამვაის ნაცვლად მეტრო, ხრუშოვკების ნაცვლად ცათამბჯენები. ეს არის მე მგონი მომავლის თბილისის ხედვა. მე შემეძლია გითხრათ, სად უნდა იყოს დამატებით მეტროს სადგურები ამ ქვეყანაში და ისე რამდენია იცი? რა ვიცი, გავიხსენებ მამის და მაისთან დავგუგლავ. რამდენია თბილისის ბიუჯეტი თუ იცი? თბილისის ბიუჯეტი რამდენია ამ თემასთან კავშირი აქვს, მაგას რაში იხარჯება? ეს არ გაინტერესებთ ავტობუსის რამდენი გაჩერება არის? რამდენი 18 მეტრიანი ავტობუსი? იცით ეს? არა, ეს არ გჭირდება არაფერში. გესმით? ეს არ არის ჩვენთვის, აი, რამდენი მეტროს სადგურია, ამას ChatGPT-ს კითხავ და 2 წუთში გიპასუხებს. ჩვენ როგორი უნდა იყოს ეს ქალაქი, ეს ვიცით. რამდენი წევრია საკრებულოში თუ იცით და რამდენი საარჩევნო უბანია თბილისში? რავი, მნიშვნელობა აქვს ამას? ოპოზიციას დედაქალაქში კიდევ ერთი კანდიდატი ხავს, გახარია ხაზარაძის კუპრაძე, რომელიც თბილისელი ვერც ქალაქის პრობლემების ცოდნით გახდა. კუპრაძე საარჩევნო კამპანიას მხოლოდ სასურველი მედიის თანდასწრებით ჩვენგან მალულად მართავს. ადვილად შეიძლება საერთოდ თბილისს. მე ვერასდროს ვერ გავხდები თბილისელი. კონკურენტებზე სასაუბროდ მოქმედი მერი დროს არ ხარჯავს. გახაკალაძე ამბობს, რომ მისი პრიორიტეტი მხოლოდ უკეთესი თბილისია. ამ გზაზე კი მთავარ ძალას კალაძე მოსახლეობას ასახელებს, რომელთანაც აქტიურ კომუნიკაციაში უკვე 8 წელია და მომდევნო 4 წელიც იქნება. ვესაუბრებით განსახორციელებელ პროექტებზე, ასევე იმ გამოწვევებზე, სირთულეებზე, რომელიც არის ქალაქში და ერთადერთი გუნდი, ვისაც რეალურად შეუძლია ღირსეული პასუხი გაცეს აღნიშნულ გამოწვევებს და კონკრეტული საქმეებით და პროექტებით უპასუხოს გამოწვევებს, ეს არის ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო. გახაკალაძე უალტერნატივო ქართული ოცნებისთვის ბევრი მიზეზის გამო არის. ევროპული დედაქალაქი, მეტი შესაძლებლობები, განახლებული მეტროსადგურები, ახალი სკვერები, რეაბილიტირებული ქუჩები, გაკეთებული საქმე მმართველ პარტიას უპირობო გამარჯვებაში არწმუნებს არა მხოლოდ თბილისში, არამედ 64-ვე მუნიციპალიტეტში. მთლიანად მისი ცხოვრება არის ასოცირებული წარმატებასთან და ეს წარმატება მას ძალიან დიდი შრომის ფასად უჯდება. ბატონმა კახიმ დააგროვა ძალიან დიდი გამოცდილება, უკვე 8 წელი იგი მართავს დედაქალაქს, შესაბამისად მას პულსი უდევს აბსოლუტურად ყველა პრობლემაზე. შევხედოთ თუ როგორი შეცვლილია ამ 8 წლის განმავლობაში ჩვენი დედაქალაქი, ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს თბილისი არის ევროპული სტანდარტის დედაქალაქი. 64 მუნიციპალიტეტში გამარჯვება როგორც მეერებში, ასევე საკრებულოებში იქნება დამაჯერებელი და ყველაზე მთავარი ეს გამარჯვება იქნება კიდევ ერთი ძალიან მკაფიო მესიჯი ქართული საზოგადოების მხრიდან აი უცხოელ, ასე ვთქვათ, საქართველოზე შეყვარებულ ეგრეთ წოდებულ მეგობრებზე, რომლებიც არიან სხვადასხვა დესტრუქციული სცენარის ავტორები აი აგენტურის მეშვეობით, რომელიც აგენტურას დღეს კახაკალაძის თავის ჭკუით საპრიწონეთ აკენებს სხვადასხვა სახელდაგვარებს კანდიდატურად. კახაკალაძის არჩევნებში მონაწილეობა ყველა კანდიდატის მარცხს ავტომატურად უდრის ქართული ოცნებისთვის, პარტიისთვის, რომელიც 4 ოქტომბერს მეათე არჩევნებში გამარჯვებისთვის ემზადება.